გამოიწერეთ არხი და გააქტიურეთ ზარის ღილაკი. ეს ძალიან დაგვეხმარება. მოგესალმებით. პირველ რიგში წარმატებას გისურვებთ ყველას. დღეს ისევ და ისევ ვიმყოფებით ზალიში და ნადირობთ დაწებელზე. ლიცენზია გვაქვს მხოლოდ მგელზე და ტურაზე. სხვას არ ვესვით არაფერს ბიჭებო რა. დღეს ახალ კლუბთან ვატარებთ ჩვენთვის ახალ კლუბთან ნადირობას. მივესალმოთ ლეგიონის წარმომადგენლებს. ბატონ კახას მივესალმოთ. სტუმრად ყავს კიდევ დღეს პატივცემული რატი დოლიზე, მივესალმოთ რატი დოლიზეს. კიდე მინდა მივესალმო თბილისიდან მოსულ ბიჭებს, გოგას ხრიდან არიან. კიდე გინოთ ნიკუშა. მომდერთა კლუბი გავაზე. შემოგევლეთ, მოგესალმებით, მივესალმოთ გავას. და რა მინდა გითხრათ, ეხლა ვნადირობთ ესე. სამ ათეულად ვიყოფით. პირველ კოლხს ვკეტავთ, მეორე კოლხს ვკეტავთ და მესამე კოლხების თავს ვკეტავთ ესე. სარეკი გვაქვს ქვემოდან და გვაქვს მორეკვით. თუ დრო დაგვჭირა რა თქმა უნდა და ამიტომ ხელი არ შეგვიშალა, მეორე სარეკსაც გავაკეთებთ. სულ ეს არის. დანარჩენი მინდა თქვენ გთხოვოთ სიტყვა ბატონო კახა და ჩაგვიტაროთ უსაფრთხოების ინსტიტუტში. ჩვენც მოგესალმებით სუპერად ძმებო. კლუბი ლეგიონი მიხარია რომ თქვენც გაგიცანეთ. მithumedes ბევრი საერთო ყავს რა. ხო და ვიდა სანამ უსაფრთხოებაზე ვიტყვით ჩვენს მობაზერას სიყვარულზე გითხრათ რომ ვიგულეთ თქვენ გვერდში ყველა კარგ
საქმეში ყველა წარმოდგენაში რეგიონი ჩათვალეთ, რომ ავტომატურად თქვენს გვერდზე იქნებით ყოველთვის. რაც შეეხება იმას უსაფრთხოებას 10 მარტივი წესი არის, ყველა მიცით, მაგრამ აღარ მოითხოვს წესები, გავიმეორებ. ხო, პირველი ესე იგი რაცია და ეს რაღაცა ნარინჯისფერი რო ყველა თქვენ მიბაძებულს მიბაძებს უყელა მოლულიანები მისაც აკავთ გადახსნილი რო ატაროთ ბიჭებო. ვიცი რომ განუხტული არიანები, მაგრამ ზედმეტი კითხები რო არ გასწრებს და ასე შემდეგ სამგავსოთ ერთმანეთს ეს. შემდეგი განუხტული არაღებით მოძრაობთ საერთოდ რა, იმიტომ რომ ნომრამდე ჩვენ არ ვდეთ იარაღში, ხო და ნომრებში ვიწყებთ იმას ხოლმე დატებას. მერე ვისვრით საიდანაც გვეტყვის ბრიგადის შეძახით ჩვენ ორგანიზატორი სალიქ საიდანაც მოდის 120 გრადუსზე გვაქვს სოლის არიან 50 გრადუსზე ავტომატურად გავუშვით. გავთივართ ავტომატურად ვცდილობთ რომ ვიცოდეთ ვინ დგას ჩვენ შემდეგ ან ჩვენ წინ, იმიტომ რომ არ ხანდახანო უცებ უნდა დაუსახო სახელით, თორემ მე ხანდახან ეხება რომ ჩემს მერე ვინ დგას მეშვიდეობაში და გავიდა ნაკეთმა. შემდეგი მკვეთრად კაფეოთ გამოსახულ იმაზე ობიექტზე ვისვრით რა, ხმაურზე, ჭრილზე, შაშმზე და რაღაცაზე ავიშვით ახლა. ეგეც იცით რა თქმა უნდა. შემდეგი ნომრიდან გასვლა არ ხდება, იშვიათად შეიძლება რაღაცები აუცილებლობა იყოს. აი ეს რაღაცა სახელი დაგვა რომ ვიცით რა, მომმართავ გიო შესკენ გამოდივარ, სანამ არ გიდასტურეთ გავიგე და მანამდე არ გადიხართ რა. ასევე ნომრიდან არ გავდივართ სანამ მისარად კამანდარ არის რომ აიშალა ნომერი. მეოთხე ხმაურზე დაეხარ მაგ ეგეც იცით რა თქმა უნდა. ვცდილობთ გულის ვიძახით. სიგარეტი, ხმაური, სიარული, ასე შემდეგ ტელეფონზე თამაში რაღაცა გამორიცხული ამბავია. ერთმანეთს მათი ხალხთან გოსკა. ხოდა თოკები კიდე ეს თუ იქნება საშუალება რამოდენიმე ჩვენც არ აქვს. ანუ ძაღლების საფოში ვიჭაკონის დავიჭირო ძაღლები თუ არ დავიჭიროთ და ასე შემდეგ. ისა კამანდის გარეშე ნომრებს არ ყვევთ, ბუნებრივია და ისა გამოსვლისას შემდეგ ნომერს ველოდებით რომ ერთად გამოვიდეთ, ან ნადირი გამოვიდეთ რაღაცა ნადის არ ყვევთ და რაც ყველა თავარია, ხო? განმოხტული არაღით დისლოკაციის შეკრების ადგილებს. ალბათ ყურადღება. აი ხა. მადლობა. ბატონო რატი თქვენი გამოცდილებიდან ხო არ გვეტყოდით რამოდენიმე სიტყვას? ყველაფერი ისე კარგად ისაუბრეთ რა. ერთს ვიტყვი რომ გილოცავთ ჩამოყალიბებას, შემოგიყვეთ. ძაღლი ყავს, 5 ძაღლი ყავს, 6 და 2 ყავს რეზერვში. რომ იქ შემდეგ ლოკაციაზე რომ გადავალთ მეორე მორიკვისთვის დასვენებული ძაღლები რომ ყავს. აი მაშინ ეხლა ბიჭებო. კი, ნომრებში მე მინდა რომ სტუმრები დავაყენო წინა ხაზზე. პირველი შეტევა საიდანაც წამოვა და ძაღლები ამოვლენ და ნადირს ამოიყვანენ რომ მაქსიმალურად თქვენთან გამოვიდეს პირველ რიგში. თუ რამ გამოგივათ და გამოგეპარებათ მერე ჩემი ბიჭები დადგებიან აქეთ მეორე კოლხზე და აქეთ დაზღვევას დავაყენებთ რომ თუ რაღაც ვინცობა და მარჯვენა მხარეს გადმოვიდა რაღაც ხო და პირდაპირ არ ამოგვივიდა რომ მარჯვენიდან არ გაგვივიდეს ნაზვიანში და ნაზვიანში რომ შევიდეს ხო იქიდან ვეღარ გამოვიდნენ შანსი არ არის და ძაღლებს ეცნობელოდოთ 4 საათი და 5 საათი. კარგით, მაშინ ეს რამდენი კაცი ვართ ბაბუ თქვენთან? ჩემი გადოდით აქეთ და უცებ დავდივართ. 16 კაცი ხო როგორც ვიცი? 16 ვიცოდე პლუს 2. ხო. ბიჭები, გიგა, შენი რამდენი კაცი გინა? მე მინდა 9 კაცი. 9 კაცი. შენს გარეშე 9 კაცი გადაითვალე მიდი შენ. და ლაშა შენ გინათ 11 კაცი, ხო? 14 კაცი მოდიხართ ჩემთან პირველ ხაზზე. სტუმრებო, პატივცემულებო, ლაშას გაყვებით 3 კაცი და პლუს 7 კაცი გინდა და სტუმრები მაქსიმალურად ქვემოთ დააყენე. საიდანაც მეტი გამოვა ნადირი. პირველი, ანუ წინა ხაზზე დააყენე სტუმრები რა. მანუჩარ, შენ და ჯონი ლაშასთან გადახართ. აქეთ გადმოდით თქვენ ლაშასთან. ლაშა 5 პლუს 5 კაცი. პლუს 5 კაცი. ტიტო კი, ბაბუ ნარეზიანი გვინდა 1 კაცი. ცოტა შორს არის გადასასვლელი. ჩემ ბიჭს დავაყენებ ერთს ნარეზიანს. კი ბატონო, ჩვენ დავდგებით. შალვა, მაშინ აიღე ეგ დადე. ფეხითვე გადადი, გადაეშ სანამ ჩვენ დავდგებით.
ერთი კაცი მინდა აქ ვინ დარჩება? დარჩები? აგერ ნახავ, აგერ არის ამოსასვლელი. ბაბუ. გადადის კი, აქედან ამოდის და გადადის კი. მაშინ აგერ დავდივარ. კი. კი, მაშინ აგერ დადექი სადმე. აი, გავაგზავნეთ ბიჭები მაშინ. ისინი დგანან უკვე ქვედა ჯგუფი დგას უკვე. აგერ დადგინდი. ქვემოდან ხდება მორეკვა, აი ეს ხევი ხო? აი აქედან ხდება, ქვემოდან ხდება მორეკვა. კი, მესმის. კაი წარმატებები. აი ხარ, ასევე. ლეონ გესმის? გიგა მესმის, გიგა. ეხლა დავიძინეთ ჩემი ზაღლი საკმოვიდი ესენი ჩამოდიან და მოვაქვს ერთი კაცი აგერ უნდა. აქ ვერ ადის, ამ კლდეზე ვერ ადის, აქ არ ამოდის. იქ გადის იმ კუთხეებში, და მე აქედან იწყებს სამოსვლას. მოდი აბა. ახლა. შვილები სადღაც. აგერ ჩადი, აი აქ. აი აქ არა, იქ ჩადი. მან ბექზე დადიქი, აი ჩაიმალე, ჩამოჯიგი. აი აქ უნდა გამოგივიდეს. იქ ღიას ხედავ ტიტულს. მან უნდა გამოგივიდეს, ან აქ უნდა გამოგივიდეს. იდეალური ადგილია. აგერ ბიჭები სად არიან, ჩვენი ბიჭები. ერთი კაცი მინდა აქ კიდე, ერთი კაცი. ჩახვიდე ქვემოთ. აი მოტიტულებული ადგილი ჩახვალ. აქედანაც არის ეს შესასვლელი და იქიდანაც არის. იქიდან გირჩევია, გინდა აქედან. და აი იქ დადექი და იმ ხევში ამოგივა. იქ თუ მოვა იმ ხევში ამოვა. წარმატებები აბა. ქვემოთ გაქვს ვილიკი რა. აი იმ ხევში უშვებთ ზაღლებს და აი ამ ხევში უშვებთ ზაღლებს. აქ. იქიდან წამოსული, იქ თუ ვერ გავიდა, ასე შემოდის. ამოდის ასე, აი ესე უნდა მოიეროს და გადავიდეს ზემოთ ტყიანში. და მეორე ვარიანტი აქ ძირობაზე გაივლის და იმ ხევის გამოუყვება და იქიდან ტყიანში გადავა. ანუ ერთი კაცი მან დადგება, ერთი კაცი აი აქ მწვანეთ როა ზედმეტად მწვანე. იქ ისე შემოული და იქიდან ხარეს ჩადება. ძირობაზე გავხვალ, აი ნიკას აი ესე ჩადი, კი, და იქიდან შემოვა. და ორი კაცი იქით დავდგებით. ბატონო. აბა წარმატებები. ჩვენ გადავჭით. ორი ნომერი გვაქვს იქით. ის ძირობა სულ შემოკეტილია, იქ ნახე ბიჭები სად არიან? დაბლა სულ განაწილებულები არიან, აი ამანძების ბოლომდე. ორი ნომერი აქ გავაკეთავს ვეგარი. კი ბატონო. აი ამოსასვლელი უნდა ვნახოთ. აგერ არის ერთი ქვემოთ და მეორე უფრო ქვემოთ. ესე იგი, იქიდანაც თუ ამოვიდა ხო და მაღლიდანაც თუ ჩამოვიდა ხო? იქიდან თუ გადმომეყარა მაინც ეს უნდა აქვს. გინდას ქვემოდან ამოგივიდეს, აი ამ ხევზე გვეპარება. კი ბატონო. ეხლა ისე შენი იმით ისე დადექი, რომ
იქიდან ამოსვლასაც უყურო, იქიდან ჩამოსვლასაც სანამ ეს ერთი მომენტი გაქვს როლის. ხო, აი აქ გზაზე. სანამ გადაგიხდება. ეგ არის. დანარჩენს ვეღარ მოასწრებ. მაღლა დადგომას? არა, არ ვიცი. აზრი არ აქვს. აქ უფრო მეტი ხედვა ხარ. იქაც ეგრევე უნდა ესროლ, იმიტომ რომ იქ რო დადგე, მოგადგა, მაინც გვერდზე გადაგიხდება. კი ბატონო. იქიდან მიშევ. აი, აქ იქიდან უფრო მეტი შანსი გაქვს. ესე იგი, ნომრებში დავდექით. გადავანაწილებ ლაბიჯი და ნახოთ, აბა დაველოდოთ ხოლმე ზაღლების გამოშვებას დავუძახით რაციონალზე. გიგა გესმის გიგა. ჩვენ მზად ვართ, დავდექით, ნომრები გამზადებულია, ზაღლები შეგიძლია გამოგუშვათ. კაი, მაშინ გამოუშვებ ამ ორ ზაღს. გესმის ლაშა. ვერ გავიქი. ვაჩილის ხრიდან არის სროლები. რას ესვრიან არ ვიცი და აგერ ჩემ გვერდზე ნომერმაც ისროლა ერთი და ვერც ეგ ვერ გავიგე რას ესროლა ვერ გადავდივარ იქით და ჯერ ნომერში ვდგევარ დაბლიდან ამოგივიდა? მე აგერ აქ ვიჯექი ხო. ქვევიდან ამოვიდა და ეს შევიდა. აგერ გადაგიხდა. ხო. თავიდანვე ეგრევე როგორც დავდექით, ხო, მალევე გავიგე შენი გასროლის ხმა. ხმაურზე სანამ ისინი ჩავიდნენ, მაგ დროს გამოიფარა რა. სარკი დაწყებული არის ხოჭო. აი, წავიდეთ მაშინ დავიძარით. მოხსენით ნომრები. გამოვიდა რამე. ეს გაატარეთ რა. გამოვიდა და ვერავიხით. ეხლა კიდე ყველაზე კარგი რა მესამე განყოფილება. ნადირობის მერე ნადიმობა. კი. და მოგეთ მაგისტრის რუსათებით სულ ყველა და კიდე ერთხელ მადლობას გადაგიხდი. მადლობა შენ რომ მოხვედი, დაგვაფასე, დიდი მადლობა და გამიხარდა ძალიან შენი გაცნობა. მომავალში იმედი მაქვს რომ ვიმეგობრეთ, ბევრჯერ ვინადირებთ. რა ვიცი, კარგ ამბებში შეხვდებით ერთმანეთს. აი ხა, შემოვიდოვან წარმატებას გისურვებ და წარმატებები ამასობაში კიდე დაგემშვიდობებით მე მომავალ შეხვედრამდე.